ამჩემა ეს რო შეიძლება გადაიხიოს ამას რო ყვებ, მაგრამ ხო სახეს შამპანი ურს მამაჩემს და ნუ მამაჩემი ამისგან და ესე მე მახსოვს ერთი თვეს განმავლობაში ვიყავ ტრანვირებული და ვტიროდი რომ ზე გვაქვს ეკრანზე ნანახი. ეკრანს მიღმა წეღამ ბრძანეთ რომ გადაღებულს დავდიოდი. როგორი იყო უძინართან მზე? ყვებოდით ფაქტიურად და ამ კაცის ცხოვრება ჩვენთვის იყო ესეთი დიდი კინო, სადაც თვითონ მონაწილეობას გვაღებდა. ეს იყო ყოველდღიური ჩვენი ცხოვრების რეალობა, როცა სახლში განიხილებოდა კასტინგი. სახლში ამიტომ ჩვენთან იყო რა, კინო, სადაც გადაღებებზე დავდიოდით მამასთან და წიგნი, მუსიკა, ხელოვნება, ადამიანური ურთიერთობები, საერთოდ არც გვეგონა ჩვენ თუ არსებობდა შურის მომენტი თუ იყო, არც ვიცოდ რას ნიშნავდა. მოვიდა გორბაჩოვი და მისი ცოლი რაისა დაიწყეს გვაჩვენე თუ აი თაროზე შემოდებული ფილმების ესაო რა სიაო. და ნახეს ეს და მაშინ მახსოვს რაისამ თქვა გორბაჩოვის ცოლმა რომ აი ყველა ისეთ დაკავებულები ვართ რომ როგორც კი დაგვიჭერს ხოლმე ჩაგვიჭერს და ამა დაჯექი ხა ერთი 10 წუთი უნდა წაგიკითხო, არ ვიცი, ვიცი გეჩქარება, არ მაინტერესებს და იწყება კითხვა. ექნება ამ ბავშვს გაფუჭებული და რანაირად შეიძლება შენ გიყვარდეს ეს ცხოველიო გოგოსო, ვერ წარმოედგინა რომ ამი ბებია ჩემი, მამიდა ჩემი განიხილავდა ყველაფერს სვანურად. ისე რომ ჩვენ ბავშვს არ გაგვეგო, რაღაც თემები იყო, რომ დეჩიმსაც არ ესმოდა. სვანური მე არ ვიცი, მაგრამ მე მინდა რომ ვიცოდი. კუმდარის გაკეთება თუ ვიცი. აი ამას რო ემოჯი დაარქვი, სვანები რო ნახავენ, მე გახსენდებათ რამე ბავშვობის ისტორიები, აი ეზოში? ხო, ეზოს ისტორია. იცი როგორ აი ჭადრების სუნივით არის ჩემთვის მიშოეს ისტორია. ძალიან დიდი იმედი მაქვს ჩვენ არ გავაბრაზეთ ჩვენი საოცარი რესპონდენტი ჩემოვა. უი, მე მგონი ეს ხალხმა არ იცი და ჩვენგან გაიგებენ რომ კიდევ ერთი ძალიან მაგარი ჩვენიერი ექსკლუზივი გვაქვს.